ჩვენი საბოლოო ამოცანაა სიღარიბის განულება. ამ მიმართულებით სწრაფი ტემპით მივდივართ. საშუალო ვადიან პერსპექტივაში შეგვიძლია აღმოვხვრათ სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე. კიდევ ერთხელ ბატონო ახთანგომალაურს კიდევ ერთხელ მინდა უსურო წარმატები და გადავხადო მადლობა მრავალწლიანი წინაღირსეული სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებები. მე ასევე მინდა მიულოცო ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება, ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში და რა თქმა უნდა იდოლი ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი, ის გამარჯვება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა, მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, ასე აღიქვა თითოეულ მოგლუშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ულოცავთ, მადლობაც უნდა გადაუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალების, რომლებსაც ის კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს. მინდა მას სამომავლოდაც სანენდი წარმატებები უსურვო. ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც აღარ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები. წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მას აქვს მიღებული გასულ წელს ნაკრებთან ერთად მიღებული წარმატებისთვის ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა წარვადგინოთ ეს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დამსახურებული ჯილდო, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან. ამასთან დაკავშირებით ჰქონდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ერთხმად მივიღეთ, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება და საქართველოს პრეზიდენტი მას დააჯილდოებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოთი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ასევე ჩვენ გადავამოწმეთ შემდეგი საკითხი, ჩვენ გვყავს ასევე ორი სპორტსმენი, რომელსაც საკლუბო, უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვს მიღებული უმაღლესი ჯილდო. ეს არის ბატონი კახა გალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ეს არის ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი NBA, ორჯერ როგორც კალათბურთელს და ერთხელ როგორც მენეჯერს. გადავამოწმეთ, მათ არ აქვთ ანალოგიური ჯილდოები მიღებული და ვფიქრობ, რომ დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვეტეთ ანალოგიურად ბატონ კახა გალაძეს და ბატონ ზაზა ფაჩულიას წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთად მიღებული ამ გადაწყვეტილებისთვის. შემდეგ საკითხი, რაც მინდა შევეხო, ეს არის ეკონომიკა. ჩვენ აპრილში დაგვიფიქსირდა 7.9% ეკონომიკური ზრდა, რაც არის კარგი, მაღალი მაჩვენებელი. 4 თვის საშუალო ზრდა შეადგინა 8.8% და ამ თვალსაზრისით ეკონომიკის ზრდის კუთხე ჩვენი ქვეყანა რჩება მოწინავედ, არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით და ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, განვითარების გაგრძელება ეკონომიკური თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ 2022-24 წლებში, 3 წლის განმავლობაში საქართველოში 185,000-ით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1,300 ლარიდან გაიზარდა 2,217 ლარამდე. შესაბამისად, აშკარაა, რომ ეს ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება ქვეყანაში, აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზეც. თავარია, რომ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის საბოლოო დაცლება და რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა არის ამისთვის გადამწყვეტი. შესაბამისად, მთელი ყურადღებით უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ უზრუნველყოთ მომავალშიც სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანები 2028 წლისთვის. საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსდეს 4%-იან ნიშნულს, საშუალო ხელფასი გადაცდეს 3,500 ლარს. ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპებით მიზნები არის შესრულებადი და არჩენი არის თავიდან ბოლომდე ჩვენზე დამოკიდებული. რაც შეეხება კონკრეტულად სიღარიბეს, აქაც გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, საკსტატმა გამოქვეყნა 2024 წლის მაჩვენებელი. მინდა შეგახსენოთ, რომ 11.8% იყო სიღარიბის მაჩვენებელი 2023 წელს
და ეს მაჩვენებელი 2024 წელს შემცირდა 2.4%-ული პუნქტით. ანუ პირველად 90-იანი წლებიდან მოყოლებული დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 9.4%. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც ქართულ მოსახლეობამ გადაიბარა ხელისუფლება, სიღარიბის ხვარს მიღმა ცხოვრობდა 1.100.000-ზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოწდა 350.000. რა თქმა უნდა, წინსვლა არის აშკარა, თუმცა ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში. მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით და აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა. მინდა რომ 4% ჩამოწდეს ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის, ეს არის აბსოლუტურად რეალური. შესაბამისად ამ ტემპით საშუალო პერსპექტივაში ჩვენ შეგვიძლია რეალურად აღმოფხვრათ მთლიანად სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა შევეხო კიდევ ერთ საკითხს, ეს არის ოპტიმიზაცია, რომელიც განხორციელდა უკვე რამდენიმე სახელმწიფო საწარმოში. როგორც მოგეხსენებათ, შეიცვალა ხელმძღვანელობაც რამდენიმე სახელმწიფო საწარმოში, ეს არის მაგალითად საქართველოს რკინიგზა, ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო საწარმოები და მათ დაუსახეთ კონკრეტული ამოცანები რეფორმების კუთხით და მათ შორის ოპტიმიზაციის კუთხით. უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. რკინიგზაში ოპტიმიზაცია მოგცემს 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას წლიურ ჭრილში. ანუ საუბარია მხოლოდ ოპტიმიზაციაზე, შტატების ოპტიმიზაციაზე 36 მილიონზე მეტი დაიზოგება საქართველოს რკინიგზაში. რაც შეეხება ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებს, არის ელექტროსისტემა, საქროსენერგო, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ესკო, ნავთობის და გაზის კორპორაცია, გაზის ტრანსპორტირების კომპანია ენგურჰესი. ჯამში მინიმუმ დაიზოგება 16.5 მილიონი ლარი ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში. ანუ ჯამური დანაზოგი იქნება მინიმუმ 52.5 მილიონი ლარი მხოლოდ ამ სახელმწიფო საწარმოებში. საქმე ეხება საქართველოს რკინიგზას და ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო საწარმოებს. ანალოგიური პროცესები უნდა წარიმართოს სხვა სახელმწიფო საწარმოებში და არა მარტო არის სიპები, შპსები, სადაც ანალოგიურად შესაძლებელია მასშტაბური ოპტიმიზაცია. მარტო ამ სფეროში სახელმწიფოს გამოუჩნდა დამატებითი რესურსი წლიური 52 მილიონი ლარის სახით, რაც რა თქმა უნდა მოხმარდება ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად გაჩნდება ახალი რესურსი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად შეუწყოთ ხელი ეკონომიკურ ზრდას. ეს არის პირველადი მონაცემები, ფიქრობთ, რომ ეს 52.5 მილიონი კიდევ უფრო გაიზრდება, შეიძლება 60 მილიონსაც გადააჭარბოს. ასევე რაც შეეხება საერთო ოპტიმიზაციას, თუ გავყვებით სხვა სახელმწიფო საწარმოებს, სიპებს, შპსებს, ფიქრობ, რომ შეგვიძლია 100 მილიონსაც ავწდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით. ფიქრობ, რომ ეს იყო უპირობოდ გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, დაწყებულია ძალიან სწრაფი ტემპით ეს პროცესი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ხელმძღვანელს, რომელიც ჩართული იყო ოპტიმიზაციის დაგეგმაში, როგორც რკინიგზაში, ასევე ენერგეტიკაში. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ასევე მინდა თქვა, რომ ეს პროცესი მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ განვახორციელოთ სრულფასოვანი სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რაც არის მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა, ძლივს ისეთ რაღაცას გთხოვენ უცხოელები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან არ შევასრულოთ შესაბამისი რეკომენდაციები, ამიტომ ვიწყებთ უკვე პროცესს, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა, რაც გულისხმობს მთლიანად მენეჯმენტის სისტემის გაჯანსაღებას, დახვეწას, გაუმჯობესებას. ოპტიმიზაცია არის ერთი მიმართულება, რაც მოგცემს ჩვენ როგორც ეკონომიის საშუალებას, ასევე ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებას, მაგრამ ამასთან ერთად არის მნიშვნელოვანი რეფორმები გასტარებელი სახელმწიფო საწარმოებში იმისათვის, რომ ეფექტიანობის ხარისხი მაქსიმალურად გაუმჯობესდეს. იგივე თუ ეხებით ჩვენ რკინიგზას, ენერგეტიკას, ყველგან არის შესაძლებელი მეტი ხარჯეფექტიანობის უზრუნველყოფა, მეტი წარმატების მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს აუცილებლად გაკეთდება. ენერგეტიკის სფეროში მაგალითად იყო გარკვეული პრაქტიკები ჩამოყალიბებული, რომელიც პირდაპირ აბრკოლებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარებას.
ეს პრაქტიკები თავიდან ბოლომდე მოისპობა და ეს გაკეთდება უახლოესი მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. იგივე არის გასაკეთებელი ყველა სხვა სფეროში. მოგეთ მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც დამატებით წაახალისებს ბუნებრივია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამისთვის მომზადდება ახლოს მომავალში საკანონმდებლო პაკეტიც, რომელიც წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში და თხოვთ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს შესაბამისი პაკეტი იმისათვის, რომ საბოლოოდ განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. ასევე მინდა შევეხო კიდევ ერთ საკითხს, ეს არის სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციალური პროგრამა, რომელიც გვინდა დავაინიციიროთ. მიზანი ამ პროგრამის არის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. არის არაერთი ობიექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ეს არის სასკოლო ინფრასტრუქტურა, სკოლებს აქვთ მაგალითად სპორტული მოედნები, მათ შორის 100 მეტრიანი სტანდარტული მოედნები, რომლებიც არის დღეს სავალალო მდგომარეობაში. თბილისში მარტო არის დაახლოებით 20 ასეთი სასკოლო სტადიონი, რომელთაც სჭირდებათ რეაბილიტაცია. ჩვენ ეს რესურსი გვინდა რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ. შესაბამისად, ვანონსებთ ახალ პროგრამას, რომელიც ხელშეუწყობს მასობრივი სპორტის და მაღალი მიღწევების სპორტის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ბავშვთა სპორტის განვითარებას პირველ რიგში. ეს შეეხება როგორც საჯარო სკოლებზე სკოლებთან არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით შეიძლება დაიტვირთოს. და პროგრამის არსი არის შემდეგი: ინვესტიციის სანაცვლოდ, ანუ თუ თავის თავზე აიღებს ინვესტორი შესაბამისი სივრცის მიწის ნაკვეთის რეაბილიტაციას და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სპორტული მოედნების მოწყობას, მათ 20 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადავცემთ იჯარით შესაბამის მიწის ნაკვეთებს. 10 წლის განმავლობაში ისინი გადაიხდიან იჯარის სიმბოლურ საფასურს და შემდეგი 10 წლის განმავლობაში ისინი გადაიხდიან საფასურს საბაზრო ღირებულების შესაბამისად, ანუ იჯარის საბაზრო ღირებულების შესაბამისად, ანუ 10 წელი რეალურად ვათავისუფლებთ გადასახადისგან, სწორედ ინვესტიციის სანაცვლოდ. ამ ყველაფერში მონაწილეობის საშუალება ექნება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელსაც ექნება წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტი და შესაბამისი საბანკო გარანტია. რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება სასკოლო სივრცეს, სასწავლო პერიოდში სკოლა ბუნებრივია ისარგებლებს საზღაურის გარეშე შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ანუ ინვესტორი ვალდებული იქნება რა სკოლას სასწავლო პერიოდში დაუთმოს უფასოდ ანაზღაურების გარეშე. ეს ინფრასტრუქტურა თქვენ იცით, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია ბავშვებში, განსაკუთრებით ფეხბურთის კუთხით არის ძალიან დიდი ინტერესი და მიწოდება ვერ პასუხობს მოთხოვნას. ჩვენ ხარჯავთ ხოლმე საკუთარ რესურსებს, სახელმწიფო რესურსებს ასეთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ინვესტორები წავახალისოთ, რომ თავად დახარჯონ საკუთარი რესურსები და ამით შეგვიძლია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბავშვთა სპორტის წახალისებას. არა მარტო ფეხბურთის სფეროში, რაგბი, სხვა მიმართულებითაც შეიძლება დაიტვირთოს ეს სივრცეები. მოგეთ მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება მაქსიმალურად ეფექტიანი პროგრამა, რომელიც კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს. ახლოს დღეებში დაანონსდება ეს პროგრამა და როგორც თქვი თქვა, ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს შეიძლება მასში მონაწილეობა. ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ვაქციოთ ახალ ხორვატიად სპორტის კუთხით, პატარა ქვეყანა უმაღლესი სპორტული მიღწევებით, გვაქვს შესაბამისი ტალანტი და ვფიქრობ, რომ ამის მაქსიმალურად გამოყენება არის აუცილებელი და ვფიქრობ, ეს ასე ვთქვათ, მასობრივი პროგრამა, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს არის ის საკითხები, რასაც მინდოდა შევხვებოდი, შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.